გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით თქვენის გასაღების 22 ეპიზოდით. მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი თანაწამყვანი თორნიკე ბაღათურია და ასევე ჩვენთვის და ყოველთვის საყვარელი და ცნობილი ადამიანი ჯონდი ბაღათურია. გამარჯობათ, ბატონო ჯონდი, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის. დიდი ხანი იყო რომ ჩვენი მსმენელი ვინც იცოდა რომ თორნიკე თქვენი შვილია, ყველას უნდოდა და მოთხოვნა იყო ძალიან დიდი რომ ერთად მოიწვიე ყველა საინტერესოა და ჩვენთვისაც ძალიან სასიხარულო სტუმარი ბრძანდებით. მადლობა. მოკლედ დიდი მადლობა მობრძანებისთვის კიდევ ერთხელ. საინტერესო გადაცემა. კი, ძალიან საინტერესო გადაცემას ველოდებით და ყველაფერი გონია რომ გეგმის მიხედვით უნდა წავიდეს. კი, ნამდვილად. ეხლა ჩვენ საქმეზე გადასვლა რო გვიყვარს ხოლმე, საქმეზე პირდაპირ ვერ გადავიდეთ, ნელ-ნელა შევყვეთ დღევანდელობის ამბებს და ჩვენ ქვეყანაში რაც ხდება. დუღილის ტემპერატურა იწევს და არჩევნები უახლოვდება და ისეთ ეპოქაში გვიწევს ცხოვრება, რომ სულ რაღაცა ისეთი რაღაცები ხდება, რაც აქამდე რო არასდროს არ მომხდარა, ეგეთ მომსწრეები ვარ. ერთი თვის წინ მაგალითად ვიჯექი ჩვენ და გადაცემას ვწერდი და მან დაარიყო ის მომენტი, რომ ვიღაცა არჩევნებზე არ იყო რა ლაპარაკი და უცბად გაიჩნდა ყველა კანდიდატი და ყველა შემოვიდა და ყველამ თითქმის თანხმობა განაცხადა იმაზე, რომ არჩევნებში იღებენ მონაწილეობას და ჩვეულებრივი გაცხარებული ვიზეც იყო რომ მიიღებდნენ მონაწილეობას, ეგეჭი გამართლა და იმათმა ყველა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ეხლა კიდე აგე ხაზარაძე გამოუშვეს. კი, ესე რომ იზენ რომ არა ჩვენ სიძახი ჩვენ გმობთ ამ ყველაფერს და ეხა აი გამოჭიმული ჩვენი კანდიდატი და ესე ერთმანეთს ალბათ აი ირონია მომორეული იმითი უყურებენ რა. აი მოდი იცი როგორ იყო თავიდან პროცესებს რო გავყვეთ რა, ხაზარაძე თავიდან ხო დაიჭირეს და 4 ივლისი იყო თუ არ ვცდები განცხადება გამოაქვეყნა რომ ჩვენო ვინც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას ყველა პარტიასო ანუ ამ შეწყალებით გამოუშვებ და ამათმა რა თქმა უნდა დაახურეს თავზე. ეხლა კიდე როგორ რაღაცა გააკეთე იცი რომ ანუ შეწყალება ამათ არ მოუთხოვიათ ისე შეიწყალა რა. ეხლა რომ გამოვიდა მოდი მოусვინოთ ერთი წამი რა სიტახის აი ხაზარაძე გამოსვლის შემდეგ ჩეგევარას ვიძე რო არის წერებში და იმისა რომ მან დღეს შეწყალებით გამოგვიშვა გასაგებია რომ მადლიერების გზნობა მე არ მაკლია მაგრამ ეს არის მუხანათური ძალიან ესე თქვათ პირდაპირ ვიტყვი ბინძური უკაცრავად ამ სიტყვაზე საქციელი როცა ჩვენი თანამებრძოლები ზუსტად ის იმავე მუხლით ზუსტად იმავე ეგრეთ წოდებული ბრწყალებში დანაშაულით იხდიან საჯელს. მე და ბადრი ჯაფარიძის დღეს გამოშვება რომელსაც აბსოლუტურად არ ველოდებოდით და ჩვენ აქ 8 თვიან ესე ვთქვათ ვადის ამოწურვას ველოდებოდით გამოგვიშვეს მხოლოდ ერთი რამის გამო რომ მოხდეს დაპირისპირება მოხდეს ესე ვთქვათ ეგრეთ წოდებული შავი ნიაღურის და პიარის ესე ვთქვათ გადმოსხმა რაც არ გამოუვათ იმიტომ რომ ის რაც დღეს გააკეთა ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა ეს არის სამართლებრივი ნონსენსი. ეს არის манипуლირება ადამიანების თავისუფლებით, ეს არის კანონის ფეხქვეშ გათელვა, ეს არის ადამიანებით ვაჭრობა. რა გაგვეწევა ეგ. არა, ხო და. ეგა. აი რა ამათ ყველაფერი კარგად შენიშნობდა. იცი რა, ჭირდებოდათ პარტნიორი. ეხლა ნახე საბამ რა საინტერესო რაღაცა თქვა რომ აგერ ერთი თვის წინ საერთოდ არ მიდიოდა არჩევნებზე ლაპარაკი, ხო? საერთოდ ნორმალურ ვითარებაში არჩევნებზე ლაპარაკი 1 წლით ადრე იწყება. 6 თვით ადრე უკვე ტემპერატურა არის მაღალი, პიკს ახსევს 6 თვით ადრე და ნუ აი კულმინაცია მიდის და დებატები ეთერებში და ასე შემდეგ. ხო და აი ამიტომ დარჩა საჭირო ამათი გამოშვება. თან ეხლა თორნიკემ თქვა რომ შეწყალება არც კი დაწერს, რომ დაეწერათ განცხადებები რა. მაშინ ამათ გამოშვებას აზრი არ იქნება სახის დაკარგავდნენ. სახი ამათ დაკარგულია, მაგრამ სხვა რამეს გულისხმობ. ესენი ხო რისთვის ჭირდებათ, რომ ამ ბოლო დროს თუ აკვირდებით მოიმატა ხალხში რაც უფრო აი აქციები რო ჩაწყნარდა. ხალხში მოიმატა საუბრება, ნუ პრეტენზიებმა რომ აი კვების პროდუქტებზე ფასება მოიმატა. ანუ როცა რეალურ პრობლემებზე როცა შვიდია ხო ხალხს უფრო ახსენდება რეალურ პრობლემებს მაცივას რო გააღებს და ცარიელი მაცივარის ახსენდება. შესაბამისად აი ხაბებ მას მაგვარი
ახლა იქ რო იყო კადრი იყო აი 4 დროშით რო ოქტომბერს არის შემოხვეული. ეს თან გამოჩნდა რომ ფულს უხდიან ამას ხო? მე ხო არ მე ამას 12 წელია მაგრამ პრემიერ-მინისტრმა თქვა ხო რომ ხაბეს და მელაძეს. TV პირველის საინფორმაციო სამსახური აი ანიტას რა. რამდენიმე წელი რომ ნერვებს უშლიდა ხალხს, აფხას თურმე ესე უხდიდნენ ფულს, ხო? ანუ ამა თავის ფუნქცია. ასე ტერმინი სასარგებლო იდიოტი. ეს ფუნქცია აქვს. რომ ხალხი შეაშინონ, დაძაბონ და მეორე პლანზე გადაიციოს კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა, ამ სააფთიაქო ბიზნესში განუკითხაობა 1753% უფრო მაღალი ფასია წნევის მარეგულირებელ წამალ კაპტოპილზე, ვიდრე თურქეთში და რუსეთში, თბილისში. სამთავრობგან ადგილობრივი წარმოების პროდუქცია არის საკონტროლო შესაძლებელი. ღარიბაშვილმა ხო რაღაცები ეცადა, მაგრამ ბოლომდე მაინც ღარიბაშვილმა რაც ეცადა, მაგალითად ნექსიუმი არის ერთ კუჭისამალი. ეგ შემოიტანეს, ოღონდ ქლიანად ვერ გააკეთა, მაგრამ რაღაც არჩევ ჩამონაცვალზე წამლების და ის ახლა ღირს თურქული უფრო მაღალი ხარისხის ღირს 8 ლარი და 20 თეთრი ერთი კოლოფი. და მისი ანალოგი იმდენივე აბი რაც ამათ შემოაქვთ ღირს 73 ლარი. იადარი ფასები. ეგ ხო ის არ არის 100. ოღონდ როგორც კი ამაზე ლაპარაკი დაიწყება, საუკეთესო წამალი ამ დროს არის დაძაბულობის იმიტაცია ქუჩაში. ხო გამოჩნდა კიდევ ერთხელ უნდა თქვა, ხო ეს ხო პრემიერ-მინისტრმა თქვა. მე ხო არ მე ამას დიდი ხანია აი ეს გიჩიდეს პარტიები ხო საჭირო იყო იმისთვის რომ რეალურ პრობლემების გადაფარო მომხდარიყო. ნუ სხვა რამები ისვისაც დემოკრატიის ზეიმი როგორ ჩვენებია დასავლეთში. მე ამას არ მე უბრალოდ ხსნი რატო კეთდება. მე არ ვეთანხმები იმიტომ რომ ჩვენ ახლა რეალურად ასეთი манипуляციების მივიღეთ სტაგნაცია გვაქვს ხო ქვეყანაში. ნახეთ რა ხდება, ტექტონიკური ძვრები ხდება ხო მთელ სოფლიოში. ძალიან სერიოზული პერსპექტივები აქვს საქართველოს და მოდი მე არასდროს არ გაურბივარ ამაზე საუბარს, იმიტომ რომ ჯერ სწორი საგარეო პოლიტიკური ხაზი გაატარა მთავრობა, ძალიან ფრთხილი და გონივრული და მეორე მხრივ ახლა მანაერ ჭკვიანიც არ უნდა იყო თუ გარემო არ გიწყოს ხე, გარემოც ასეთი საბამისი შეიქმნა, ხო? და ახლა იმის ნაცვლად რომ ჩვენი საზოგადოებაში დისკუსია მიდიოდეს იმაზე რომ აი რა გზა შეიძლება ავირჩიოთ, როგორ შეიძლება მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ, ეკონომიკური პრობლემები გადაიჭრას, კაცი რომ მაცივარს გამოაღებს, ცარიელი არ დახვდეს და ასე შემდეგ, ჩვენ რაზე ვლაპარაკობთ? სააკაშვილი დილით რო გაიღვიძებს, ტემპერატურა ქონდა თუ არ ქონდა, რატო გამოუშვეთ, გამოვიდა შეაგინა, იმას რატო საინფორმაციოს თუ შეხედავთ, ეს არის. ხო, რეალური პრობლემები აშკარად იფარება ხო და ამით შოუში გვაცხოვრებ ჩვენ რასაც თუ გადაცემებში ვიზახით, დიდ სერიალში გვაცხოვრებენ რა. უნდა შემხდო ვიდეო რომ აი სააკაშვილი კვდება დღეები აქ დარჩენ ჩვენ პრეზიდენტს ასუშვებია აი სახეები და ეს უნდა ხდებოდეს ერთ დღეს რაღაც კვირის რაღაც დღეს ბანერს უნდა ქირაობდეს ანუ ვის ინტერესით შევა ეს უფრო მეტად და აი ამას აჩვენებდეს რომ ანუ ეს ამაში როცა უნდათ ეგ იყო და როცა უნდათ მაგან ისე იმუშავა თან მე ხა ჩემი მეგობრები აი ჩვენაირად ვინც აზრობთ მაგ პერიოდში რომ აი რა ცოდვა მართ ხო არ გვტება და გამოვიშვა. ხო, ანუ ეგ უნდა თუ რაღაცა. ხო, ანუ იმოქმედა, მაგრამ ხალხი ჩვენიანებზე იმოქმედა, მაგრამ ანუ მას ბოლომდე ვიძახ მეთქი ხო არ გაგიჟდი, არ არსებობს ეგ რო ანუ ხელისუფლებას ყველაზე მეტად ანუ არაწყობდა სააკაშვილის იმ პერიოდში რამე დამართოდა ეფერებოდნენ და აი დღემდე იმაში ყავთ რა ქვია სამვარსკვლავიან სამწყობოში. 5 ვარსკვლავიანში და 3-იანში არა. მუშაობს რაც უფრო პრიმიტიულია ტექნოლოგია, მით უფრო პროდუქტიულ მუშაობს. და დემენცია ერთადერთი ადამიანი დედამიწაზე ვინც დემენცია დაემართა. ანუ განიკურნა დემენციის კავშირი. პრეცედენტი არ არსებობს დემენციიდან ჯერჯერობით არავინ არ განკურნა, სააკაშვილი განიკურნა. ეხლა აგერ ჩით ყველაფერი აქვს თავი და ხდუგაშოს ის რომ გამოვიდა ცრემლებით, გვარამი ეს აქციაზე ცრემლებით. იმის სახელი ვერ გაიხსენაო, ხოშტარიასიო.
აუ ხო მე სანტა ბარბარა იყო შეულებული. აი სამარცხვინოებს აი შენ კარგად ვიცი, აი ამ კაც კარგად იცი ამის ანუ შეგოდოთ მოღვაწეობა რა ელისაშვილის რა ეხლა ჩავრთავ რაღაცა ვიდეოს. და ოსტა მე განვიხილოთ ეს იმენა არასწორი ადამიანი ესეთი ოში როგორ შეიძლება ესეთი ადამიანი როგორ უნდა. აი ელისაშვილის ვიდეომდე მე ერთი რაღაც მინდა უთხრა რა ბატონ ჟანდის. ან მართლა ვიდეო იმ დროს როცა სააკაშვილი ირანის პიკში რო იყო და ეხლა ეს ჩვენი მაყურებლისთვის ძალიან საინტერესოა და ანუ მართლა ეგეთი ემოცია რა გაქვს წარმომიდგენია გავლილი როცა აი ამ გიენების, კაცი ჭამიების, წამებლების, ოღონდ დაჟე ჩვენ აი მაშინ რაც არ უნდა გაგვეგო ჩვენ კიდე პატარები ვიყავით ისე ვერ აღვიქოთ, მაგრამ რაც არ უნდა პარლამენტის ტრიბუნიდან ამათზე გეთქვა სინამდვილეები დაჟე ვერც წარმოიდგენ იმას, ვინ წარმოიდგენდა რომ იქ კოჭლი კაცი და აი მიხდი რეების გაიარეს მაგას დაჟე ვერც სიტყოდი რომ ამას შვებიო და ალბათ რა გაქვს გამოვლი აი ყველა საინტერესებს რომ რა გაქვს გამოვლი მაგდროს რომ აი ეგეთ აი არარაობა პრეზიდენტს პირშეომი და ყველა მთელი დარბაზი შენ წინააღმდეგარი და ის კი არ აინტერესებთ რას ლაპარაკობ ამდენად სიმართლე არის ის რომ ყველა ქულა დაიწეროს რომ რაღაცა ვითხოვ რომ აი ეს აი მართლა ეგ იყო აი ყველასთვის მაქსიმალურად ვინ გამოიჩენდა თავს ბრახუნი არა მან ეგრეთი ხა ბიჭო საღი აზრის მქონე ადამიანი უყურებსო ჯერ სულ ეგრე ამდენი ტიპი ჯერ კატო უნდა მოგინდეს ორმარო თქვა რაღაცა ის შენ რაღაცა გინდა ქულას არიწეს ხო ეს იყო აი მართლა ისეთი ისო ხაზგასასმენიც არის და ეგ ისტორია პატარა კომენტარიც გააკეთეთ ხო ცირა აი ბევრი ეგეთი ადამიანები იმის კადრში ჩანს რომ იქაჩება რომ ხმაურობს და ძალიან კარგი პირადი ურთიერთობა ჰქონდა ჩემთან მაგდროს ხო კი გულისების მიიღო უბრალოდ ვალდებული იყო რომ ეს როლი უნდა მას ეთამაში იმის წინ უნდა ეჩვენებია ხო და მე ამას ვითმენდი რა ანუ არ საყვედუროდი ვითმენდი გულისხმობ არ საყვედური არ ვიმნებოდი რატო იმანჭები ახლა ეს ხო და ვიცე-სპიკერი იყო მიშა მაჭავარიანი რომელთან მართლა კარგი ურთიერთობა მქონდა ნორმალური ურთიერთობა მქონდა ადამიანური წარსულიდან უბრალოდ და იმ დროსაც ახლა მაკაცები არ ვიყავით, მაგრამ ძალიან ნორმალური ურთიერთობა გქონდა და რამდენჯერმე ზედმეტად აი ხელოვნურად დაძაბა. მაგრამ თვითონ ხო და დაძაბა რომ აი შენ მე რაღაც ერთხელ თქვა გაუტარე მეორე გაუტარე და მეც გავბრაზ და მე ვთქარი სინამდვილეში ხო იცი რომ არა გვაქვს ურთიერთობა და ამას პრინციპში გავიდა ხო რატო აკეთებ ეს რატო მიკეთებ ამას ხო იყო ესეთი ადამიანები რა ესეთი ხშირად იყო რომ ეკრანზე აჩვენებდნენ ჩემსთან რაღაცა და არა და კულისებში ძალიან ნორმალურად კარგი გამარჯვებულები ჰქონდა ერთმანეთში იცი რა ეს ამ ადამიანების კრიტიკის თვალსაზრისით არ ვამბობ ამას აი როგორ მძიმე მდგომარეობაში იყო თვითონ ეს ადამიანები შენ რას თქვი ეს ხო ეხლა არ არის სასიამოვნო გასაკეთებელი ხო ეს არის უკრინჯესი სანახავი და გაკეთება ხო 9-ჯერ უფრო ეხლა ნუ მაჭავარიანი მაგადგან ინტელექტი გამოირჩეოდა და ის რაღაცა ზედმეტი არ გაუკეთებია უბრალოდ რაღაცა ერთხელ ხელოვნურად რაღაცა დაძაბა და მეც უკვინე რა ბოლო ხედავ რომ იქცეო და ისე რომელიც აქციელიც მის დაბალ კულტურაზე მიუთითებდა რა დაბალ კულტურაზე უბრალოდ მეტი არაფერი ჯერ რო იქაჩები თუ იქაჩები გაიქაჩე ახლა ბოლომდე რა არა წამონახულები და იმითი რომ კი კამერას რო დაინა ხო ამის ხო კამერის მიღმა ასეთები არ იყვნენ ხო არ და რა იყო ის სიტყვაში რა გამოდიოდა რომ გამდიდებით რომ ეს გაქვს ფაქტები ფურცლებით ადამიანი გიხსნის რომ ეს გაქვს და იმის მაგიოთ რომ ეცად რომ იმალი დაამთავროს პოსტა თავის სიტყვა გაჩვენდეს აქედან რომ ეგეთ კაც აი ესაც აი რავი ჩვენ ქვეყანაში ადრე ჩემი აზრით აი მე ესეთ კითხვას მინდა დაგისვათ ადრე უფრო პოლიტიკოსებშიც რა სხვადასხვა პარტიებშიც მე როგორც ვიცი და მომისმენია ბევრად იყო ეს მეგობრული ურთიერთობაც იყო პატივისცემაც იყო ის შეიძლება ოპონენტი იყო პოლიტიკურად სხვანაირად უყურებდით იმას მაგრამ პატივს ხო ცემდნენ ერთმანეთს და ის კი არა მართლა სხვადასხვა ხმებზე იყო ამბავი და ჩამოდიოდა მოგებას უცავდნენ და ანუ მეგობრული ურთიერთობა იდეოლოგიურად ერთნი იყო ადამიანები ბევრად სუფრები იყვნენ ანუ მაგ დროს მანუ მაგაშიც
და ანუ აი მაგ ქართველებსაც ხო ხდები? ეგ ქართველებიც აღარ არსებობს. ეს ოპონირების პატივისცემა არ არის, ქართული პონტი აღარ არის, ხო? არაფერი აღარ არსებობს, არაფერი არ არსებობს. იცი რა არის? სუბთები იყვნენ, მარტო მორალი კი არ არის. ზოგადად კლასი დაეცა ძალიან პოლიტიკოსების. გოგით აი სტანდარტი, ძალიან დაბალ სტანდარტს, აი პლინტუს ქვევით ჩამოვიდა სტანდარტი. ეს არის განათლების საშვილისნაირი პოლიტიკა. ეს არის განათლების დეფიციტი. ზოგადი უნარების დეფიციტი ასევე, ანუ როგორ გითხრა, მარტო ის კი არ არის წიგნი არ აქვს, საკითხი ზოგს არ აქვს წიგნი შეიძლება ბევრი საკითხი, მაგრამ ჭკვიანე ბუნებრივად. ეს თან უთვინოა. და ეხლა ასეთები დომინირებენ. და ეს მარტო ჩვენ ქვეყანაში არ ხდება. და ჩვენთვის ძალიან სახიფათო რა არის, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ასე დაცემული სტანდარტი არ არის. ესეთი დაბალი კლასი ჩვენ მივიღეთ ევროკავშირში, ევროკავშირის ლიდერებში. ძალიან მაღალი სტანდარტის არიან ოპოზიციონერები ევროკავშირის ქვეყნებში, მაგალითად ლეპენი საფრანგეთში, იქ მელანშონიანი კიდე მემარცხენე, ისიც ნუ სულ სხვა დონის ხალხი არიან და ნუ მაკრონი თუ გაქვთ ნანახი კადრი მაკრონი როგორ დადის ჯარის წინ რო იფხორება ნუ საოცარი კადრი საში აი საოცარი უსუსური რაღაც აი მისგანო შეცხება იმის მაგივრად რო უხერხულობა ჩავარდ ნუ ხო სტარმერი კატასტროფა ურსულა ეს გახსოვთ ალან გერმანიის ბერბოკი სრული ინტელექტი აბსოლუტურად ხადაგიგოხოთ აი იმენა სრული რეგვერი სტანდარტის ბრალია იმიტომ რომ ადამიანს შეიძლება არ კონდეს ნამუსი მაგრამ როცა ინტელექტი აქვს ის ხდება რომ ასე არ უნდა გააკეთო ყოველ შემთხვევაში თანამედროვე რაღაცა მარტოს არა ამიტომ ინტელექტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მე ხა ჩემი მეგობრები საუბრობდით და ისინიც პოლიტიკოსები არიან ზოგი პოლიტოლოგია მთავარი პრობლემა, რაც სავსებით შესაძლებელია გამოსწორდეს ძალიან სწრაფად. ეს არის სტანდარტის აწევა. პოლიტიკოსების კლასი უნდა აიწიოს. მარტო მანდ არ გოდის ჟურნალისტიკაში ყველგან სტანდარტი ასე წევია, ყველგან სკერის ქვემოთ არიან, აი ყველგან. ჟურნალისტები და პოლიტიკოსები და საზოგადოება ერთმანეთს უწესებენ სტანდარტებს. ეს საზოგადოების პრობლემაც არის, საზოგადოებაც ხლაშენ ელისაშვილზე ელისაშვილს ვიღაცამ ხო ახ ბევრმა არა ვიღაცამ ხო ხმამისა ხო ეს ჯიბზე და სიჯიბუტი ხდება და ხდება ეგ ხო აი ჩემი ეს რა დავკარგეთ це ჩვენია ის რაც ქონდა ჩვენ მაგდროინდ პოლიტიკოსებს აი ტიპაჟურად რას გამოირჩეოდნენ კიდევ რაც და სტილიც ქონდა რა დრო იყო ხო არ იყო ამდენი არჩევანი არ არსებობდა მაგრამ ტიპები დღეს ანუ ეს ჩვენი ქართული ეგ რო გქონდეს ეგ და არის დაკარგული და უყურებთ იმას რა ქვია მარტო უცხოელ პოლიტიკოსებს. აი მე მაგალითად ხა ძალიან ბევრ ახალგაზრდას ვხედავ რომ აი ეს მანერა არ ვიცი პირველად უნდა დავსვე ეს კითხვა და აი ესე ხელი და აი ესე ლაპარაკობს ყველა დამოღამებული აქვს რომ ვიღაც პოლიტიკოსი ლაპარაკობს აი ხო ანუ ნახე ზონები და ამით უფრო დამაჯერებელია მოდი იცი როგორი ტიპი გემონება ვიღაცა შეიძლება მაგ პოსტზე იყოს და ამით ლაპარაკობდეს მაგრამ ნახე უკვე დაკარგულია ის თავისი მანერა ქონდეს თავისი რაღაცა ქონდეს უკვე აღებული აქვს იმისგან და ქართველის რომ მოწონდეს რაღაცა არა ის ევროპელის მოწონს სწორი თქვი რა აი ბექგრაუნდი რა მნიშვნელობა აი გახარია მაგათ პრემიერი რო იყო ეგ უხდებოდა ეს როჟა და თვალი შაპა რაღაცა მე მაგ როლში ჩარჩა და მაგ როლში უკვე კომიკურად გამიყვვითო სულ რო ეჩქარება სტრაფათო გადაადგილდება და ვარ ჩას მე გამოჩნდა ბიზნესთან დავждებები ხოლმე დებატებს და რაღაც ანუ იმაშია ჩარჩენ უკვე კომიკური გახდა მაგრამ როცა პრემიერი იყო და ზუგს ეხა სახელმწიფო გიმაგრებს და მაგ როლში ხარ უკვე სხვანაირი ხარ რა ანუ აი დააკვირდი გიხოცები მე ვამხელ აი ამ ხელს აი დააკვირდი მიყოლებით კი ამას გეთანხმები აბსოლუტურად მიყოლებით აი ეს ხელების ქნება გამოგე ხელების ქნებასაც ის კაცი რასაც ლაპარაკობს იქნებ მოусმინე იქნება უშ არასწორს ამოს ხელი რო დაამოღამე ხვდი და ანუ აი ხა დღესაც ქართველის პრობლემა რა არის რომ რაღაც ვიდეოები შემხვდა ბერლინში ხა ამბავი არის პალესტინისა პალესტინის თავისუფლება პალესტინას არის აქციები და პირდაპირ გამოსული პოლიცია აი სპეცნაზი კი არა იცოდა პოლიცია რა ცოტა ისეთი გამოსული არის წარმოიდგინე და ქალებს ონდე გოგოებს ქალებს მუშტებს რო პირდაპირ ანუ მუშტები უკეთიათ ზოგადად სპეცნაზს უკეთია ეგეთი ხელდათმანი რომელსაც აქა კასტეტები რა პლასმასები პირდაპირ სახეში ჩატენვები წიხლები მაჯების მომტრევები ხელების მოტეხები
ანუ მე ამ ვიდეოს ჩამოვყევი, იმდენი ვიდეო შემხვდა, რომ ანუ როგდია და თავზე რო აჭყლიტავენ, აი საშინელი კადრები არის. დღესდღეობით რისი გულისთვის, რომ იძახიან, რომ შეწყდეს გენოციდი პალესტინაში, ბავშვების ხოცვა და აი ეს არის მოთხოვნა. იქ არც რევოლუციას ითხოვს ვიღაცა, არც გადატრიალებას არ ითხოვს, არც რაღაცა მითი არ რადიკალური რაღაც მოთხოვნით არ არის. უბრალოდ აი ეს, ხო? შვიდობის აქცია, რა თქმა. ეხლა ნახე, მე მაინტერესებს. აი ამ კადრებს ეხლა აუცილებლად ჩვენ გადაცემაში გავუშვათ. უბრალოდ ეს გავუშვათ იმოთვის, აი ვინ ჩვენ გიყურებს, იმათ დარწმუნებული ვარ, რომ არ ექნება, ანუ სადღაც არის ესეთი კადრები, სადღაც ვარდება და ბევრმა ეს არ იცის, ანუ გონიათ, რომ იქ არ ხდება ეგეთი რაღაც, თუნდაც აი მაგას რომ დაინახავს, რომ იქ უარესი ხდება. მიხვდება რომ ნახე, მაგრამ იქ დაჟე იქ თავის მოქალაქეებს და იმათ არ ინდობენ ეხლა შენ უცხო მოქალაქე იმ აქციაში. ვაფშე გარიყული ხარ და გაწირული ხარ და აუ საქართველოს მოქალაქეა და გამოგწიონ ეხლა ეგ არავის მაგის იმედი არ ქონდეს რა. ხო და ანუ აი ამ ხალხისთვის მინდა ვკითხო რა რომ მაინტერესებთ აი გერმანელი რო გირტყავთ ის მუშტი მოსულა და ანუ მისაღებია და ანუ ქართველს რო დააწებ რაღაცას თავზე და აგინებ და ოჯახს და ყველა შეურაცხყოფ იმისგან ხელკეტი რომ მოხდება ის არ არის მისაღები. ჩემი აზრით ორივე დასაგმობია, ჩემი აზრით ყველაფერი მსგავსი საქციელი არის დასაგმობი და გამოვტყიდებას, მაგრამ რა არის მე რომ ხედავ რომ ესეთი სტანდარტი არის მაგდროს და ხედავ რომ დაჟე აქ ნაკლებად ეგრე არ წირავენ ქალს, ეგრე არ ათრევენ აქ სუე ვიდეოები გამოვა იმ სპეცნაზერებს. ხვდები ანუ ძალიან ამოვა ეგ ფაქტი ჩვენთან და კიდე მადლობა თქვან ამ ხალხმა რომ ეგ ჩვენ რო ღირსეულები ვართ და ჩვენ რო დაგვრჩა, აი რომ ეგეთ ვიდეოს რო ნახულობთ გულზე ჩვენ გვხვდება თორე იმათ რა ის აი და ერთი ორი ჟურნალისტის ვიდეო ნახე, ეხლა ძალიან ატაცებული ვიყავთ, ხო იცით რომ ვითომ ის არის რა ქვია. კაცობას გვართმევენ თუ ვაჟკაცობას თუ ქართველობას გვართმევენ ვინ უნდა წაგვართოს და აი ტევ პირველის და იმის ფორმულას რაღაც როგორ გაიგეს რომელი გენდერი უნდათ რომ იყვნენ, ხო იცი? აი ეგ კამანდა ზუსტად ესა ეგ ბიჭები ზუსტად გოგო ბიჭები მანდ რომ აბა თქვენ რო იცოდეთ უკვე წართმეული გქონდათ ეგ და არ გაქვთ და ვერ წაგართმევდნენ თორე ჩვენ ვკითხეთ რომ ჩვენ ვერავინ ვერაფერს ვერ წაგვართოს უბრალოდ არც მიუცემთ იმის საშუალებას რომ კითხვის ნიშანი მაინც დადგეს მაგის ოდესმე ჩვენ ქვეყანაში რა. მოდი ხარ ახან რაღაცა მორალს შევეხეთ, ყველაზე უმორალო ადამიანზე მინდა რაღაც ერთი ორი სიტყვა თან შენ კარგად იცი ამ ადამიანის ბიოგრაფია და მოდი ჯერ ჩავთავ როგორი უპრინციპო და როგორი გათახსირებული ტიპია პროსტა რა ის სამარცხვი. შენ მამა წახო შენა შენი შვილის ყველა ბავშვებს რო თავები დაუჭიხე თავები ამაყარე ბიჭო მალენუ სიტკინავს რასიზმის კალდიათან ან სახელში არ როგორ ესწავლები შენი ოჯახის წევრებს. A few moments later. აი ახლა ეს პატივი მე მერგოდა. ირაკლი კუპრაძე არის პარტია გახარია საქართველოსთვის და კოალიცია ლელოდლიერი საქართველოს ერთობლივი კანდიდატი თბილისის დაბრუნება. როგორი ყალბი და რა სწორი ტიპი არა, აი მაგას მარტო მე მომშენ სიყალბი არ ჩანს ამ პიროვნებაში. ანუ მე რა ვიცი ხარ კიდე ბოდიში გახარია რომ იცის ესე ამდენი მე ხა ერთად როგორ ხარ ნუ გამაგიჟე. რატო გაგიკვირს აი არა არ მიყვის არა ნუ კადრები რა. იცი რა ელისაშვილს 2007 წელს 7-დან 2008 წელს აქვს სრულჩვენებელი მიცემული რამდენიმე ახალგაზრდა ერთი სკოლის მოსწავლე ის გვდელია ახლა. ანუ ვინც წინააღმდეგაც ამას სრულჩვენებები მისცა და სასჯელი მოიხადეს ამათ. რამდენიმე წელი ისხდნენ ესენი. 5-6 წელი მოიხადეს. სასჯელი. სრულ ბრალდებებით. აქედან ორი მღვდელია. ერთი მალხაზია გულაშვილი. Georgian Times. და ესე იგი თვითონ საერთოდ არ იმყოფებოდა იქ. ისე დაწერა ჩვენებოდა. არ იმყოფებოდა იქ. თან ეს კადრში ჩანს რომ იქ არ არის. ანუ პირდაპირ ეთერში ხდებოდა. კავკასიის პირდაპირ ეთერში ხდებოდა და ეს კადრში იქ არ არის. და უბრალოდ მე მისცეს სრულჩვენება. აი ძველი პოლიციას ყოველთვის ყავდა მორიგე მოწმეები.
თუ უნდა რაღაცა ნარკოტიკის ჩადება ვიღაცისთან იარაღის ჩადება ან რაღაცა, ტოტალიტარული სახელმწიფოების ესეა. მაშინაც ეს ხშირად მორიგი მოწმეები ყავდათ. ყავდათ შტატიანი მოწმე იყო რა. იმას რომ მე სხვადასხვა ვითხოვდი ამოღებას, რომ აი ამას რამდენ საქმეზე აქვს მიცემული, ასე რა ქვია, იქ ჩანს სტატისტიკა. აღმოაჩენ რომ იმ წელს ამას აგეთ 50 ჩვენება მიცემული 50 საქმეში იყო მოწმე. ესე იგივე პირი. მე არ ვიცი ეს 50 საქმეში იყო თუ არა, ასეთი დახლოთ ასე მოიწვა. ხო, არა, ეხლა მან ციფრები მან რამე შეიძლება ერთხელ და ორჯერ რო ხარ მან ყოფი დაამთავრე ხა. ხელი დაადო, მიშას დააჭერინა ხა, ამათ დაჭერა უნდა და ღდელის დაჭერა უნდა და. ღდელის დაჭერა უნდა და მიშას ეს ამღლის სამრევლო იყო და მე უნდა და ასე ლამდე გასვლა ღდელი ამდენი ვეღარ გაბედა, იმიტომ რომ პატრიარქის მაგდენი ვეღარ გაქაშა. ვეღარ გაუქაშა. აკეთიტადი რაც თქვა ხა ფაშინან რაც გაბედაო მიშან აი გაბედაო ეგ რა ფაშინან დაიჭირა გაბედა მიშან ვერ გაბედა ეხა დაჭერა ღლების და ვერი ეპისკოპოსი. ეს ისე არავის არ ახსოვს ეს ისტორია, ეს ისტორია არის, მე ისტორია ეს არა ესე საერთოდ ჩამოსარეცხი რო ვერ ჩამოიერთ. აქ რა არის, იცი, პრობლემა ასეთი ადამიანები როგორც ახლა ეს ვერჯერ არ მინდა გვარი გავიმეორო, ხო? უხსენებ. ყოველთვის იყვნენ და ყოველთვის იქნებიან. პრობლემა იმაშია, როცა შენ შეგიძლია, ჩვენ ჯვარი წერია, ბიზნესზე გაბრაზდე, თუნდაც სამართლიანად. და ბევრი შეიძლება სამართლიანი არგუმენტი დაასახელოს კაცს და მე წახვიდე ელისაშვილის ნაერს და მიშასნაერს მის. აბა. ანუ პრობლემა მარტო ელისაშვილებს, კოლექტიურ ელისაშვილებს და ბერძენიშვილებში არ არის. მე თქვენი გადაცემა ძალიან კარგი გადაცემა გქონდათ. გქონდათ ამაღებული ბერძენიშვილის კაცის რომ აგებად ბატონო აგენტებიო. ხო, ბატონო, კაცი ღია თამბობს რო არ გინდათო. პრობლემა მაშია რომ ამ ბერძენიშვილს მე ქუჩაში სიარული შეუძლია. ეს სიარული კი არა, რო გაიაროს. რაღაცა ქუჩებზე დაჟე შეიძლება იმე ტაშები გააკეთო. არა ტაშა არა. არა, იქ ვიძახი რა, ანუ ეს დამნელებული ადამიანები ვიძახი არის, ხო, მაგაცი ვიძახი. ეგაა სირცხვილი, რომ ეგ კატეგორია რო არსებობს, რომ ვინმესთვის ეგ ტაშის დასაკრავია. ხო, აი ახლა რომ დაუბრუნოთ იქ თავი დარაზეს ლაპარაკობდით. ხაზარაძის დამის გამოშვებას და ასეთი ხალხი ძალიან კომფორტულია ოპოზიციაში, ნებისმიერ ხელისუფლებისთვის. იმიტომ რომ ჯერთი ძალიან მაღალია სიზღი ასეთი და სიზული ასეთი ხალხის მიმართ და შესაბამისად ასეთი ხალხის აქტიურობა შენს ხარვეზებს მეორე ხო ფარავს ხო შენ ძალიან კარგი ბიჭი ჩანხარ ამათან შედარებით კი ხო სტანდარტი შენს მიმართ მოთხოვნის სტანდარტი ამ მომრჩეველს ან ელექტორატში ქვევით იწევს და მე კიდე არის მთელი პრობლემები ჩამონათვალე ხო რაც მე ახლა დავიწყო ბევრი იქნება ხო ზოგი ობიექტურად ვერ გადაწყვეტა ხელისუფლება ზოგი უბრალოდ ამ ხელისუფლებასაც мотиваცია არ ქონდა ძალიან აი როგორც ძალიან ძნელია როცა პური საცხობი გაქვს ხო აცხობდა გეყი არავინ სხვა კონკურენტი არ აკყავს ამიტომ ძნელია შენ ასეთ ბიზნესმენს ასე პური საცხოს მოთხოვო რომ პური 1 კილოზე მეტი იყო როგორც კი მეორე პური საცხობით შევა და მესამე და იმასაც ელექტორატს ანუ მომხმარებელს ყავს მაშინ ხახუნის აი პროგრესი აქ არის ხო აი ეს არის პრობლემა და ეხლა აი პატივისცემით ამორჩევლის პოსტანში მინდა ახლა კენჭი ვისროლო თქვენ უნდა მოითხოვოთ ხალხო ჩვენგან უფრო მაღალი სტანდარტები როგორი სიმართლის ან არა სიმართლეს არ უნდა ვამბობდე ხო ნუ მინიმუმ ქცევის მანერას უნდა მომთხოვოთ რა მე ძალიან მაგარი სიმართლე რო თქვა თუ ამას უწესოთ უსაქციელოთ მოვიქცევი ხო მე თქვენი მხარდაჭერა არ უნდა მივიღო კი ბატონო არ მეპოქს და არ უნდა მივიღო პირველ რიგში სმენელის უპატივცემულობაა ხო უსაქციელოს აქციელი და ახლა ჩვენ რას ხედავთ ეს ახლა დადიოდნენ სუფში ჩაუფურთხო ბოდიში ახლა აბაჩა თქვაც კი ამ მეტი კიდევ უფრო დაბალი სტანდარტი რა გინდა აქ როცა ახლა პრემიერ-მინისტრი იყავ გუშინ ანუ რატო გავიხსენე მაინდა-მაინც პრემიერ-მინისტრი ხო რაღაცა კლასი ხო უნდა გქონდეს ხო პრემიერ-მინისტრი იყო რაღაცა
რაღაც ერთი სიტყვით მაინც ხომ უნდა თქვა, რომ მე აქ არა ვარ, ამ სუპის თებაში მე შობელს უთხარი რომ ცხენია ხო თან მართალი არავინ არ იძახდა თან მაგას რომ არავინ არ გაემიჯნა არც ერთი რაღაცები ხო ამას არა ვერ გაემიჯნა უფრო ალბათ ამას ვამბობ ამიტომ ამომრჩეველმაც ალბათ ცოტა ბრუტალური რაღაც უნდა თქვა მაგრამ მგონია რომ ეგეთი ხალხი ვინც ვინც დააპირა მოუწია და იმ შეოლებს უკვე გაკეთებული ქონდა მაგაზე და მიყრია ესე რომ დაადნე რომ მე მცხენია იმათო და ჩვენ ამდენი ხანი აქვს მცხენია რა გაიგებს და გამოუძებს უკვე ჩვენ დავაგდებოდა ვერ ქრეს მაგაც მაგრამ თორე წამოვიდოდა ერთ ვიდეოზე განახებ ჩვენოსე მოჩავიდო ვეღარ ხა ესე ჩვენ ზოგადად არ გვაქვს მომენტი რომ ესე ვაგდებს ვიდეოს მაგრამ იმდენად შემაწუხა რომ იქ თხოვ თუ ხალხს ეს ვიდეო ანახეთ და მაგას სანახებელი არის მაგარი ვიდეო არქივი და მაგარი არის რუსეთის მაფიოზური კრიმინალური აზროვნების ადამიანი გახარი არის პასუხისმგებელი ქართული ოცნების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე სრულად მის დამინდობა მე არ მაქვს რა თქმა უნდა ვერ გახდება გიორგი გახარია ქართული ხალხის პრემიერ-მინისტრი იმ ხალხის რომლის სისხლშიც მას აქვს აი ეხლა პროსტო მართლა მაინტერესებს აი დედასმიცო რომ ბავშვობიდან გამიგე რომ პოლიტიკა არის ბინძური საქმე რა და ეს მე მაგალითად ვფიქრობ ეგეთ რაღაცას რომ შეუძლია ადამიანს ამ პოლიტიკაში იყოს სუბთა ტიპი იყოს მე შეიძლება ამ თავის სუბთავის გამო იქიდან გამოუშვან არ გვინდას მოუშვა ეს უნდა გამოვიდეს მაგრამ სანამ იქნება იქ რა მომენტიც იქნება შეუულია რომ ეს იყოს მე მაინტერესებს ყველაფერი რო აქვს ახლა ხალხს არც ფული რო არ აკლიათ არც გავლენები არ აკლიათ რაღაც დროსაც მაგრამ ორგებულები იყვნენ ხა ამაზე ვიძახ კონკრეტულად რა აი რატო უჩდება აი რა მასიურად რომ აი და ის თავის პრესტიჟი რაც არის და თავისი ღირსება რაც არის რომ აი შელახონ ფეხქვეშ გათელონ და ამხელა კაცები არიან მართლა და აი როგორ დადიანან როგორ არ აწუხებთ აი ეს მაინტერესებს რა აუცილებლობა ხო არ არის მაგისი რომ ეგეთი გახდეს ცირა არის მოდი ამით დავიწყებ რომ პოლიტიკა არ არის ბინძური საქმე პოლიტიკაში არიან ბინძური ადამიანები არა მოდი მე აი ხო ბავშვობაში გიგო პოლიტიკა ბინძური და ესე დიდებისგან просто გაგონილი ქონა რომ მიყვები ეხა მე ინგენსი ბინძურებს ხედავ მაგაში რომ ძალიან ბინძური მხარე აქვს მე გეთანხმები რომ ბევრი ბინძური არის პოლიტიკაში და მით უფრო მიზიდველია შენთვის დარჩე სუფთა ამ ბინძურში და უფრო დასაფასებელია მაგის მუღამი არა აქვს არავის მაგას ვიძახი ვახტანგ მეფე ხო დამახმაშენებელი თამარ მეფე გიორგი ბრწყინვალე ერეკლე მეორე 80 წლის იყო 79 წლის იყო თუ არ ვცდები შეიძლება მეშლებოდეს ან რაღაც დაახლოებით მოკლედ ხმას აქში იყო და შეუძლოთ იყო და ექიმა უთხრა რომ ქათმის ნახარში უნდა მიიღო და მარხვა იყო ერეკლე მეფემ უთხრა რომ მეო მეფე ვარო და ეხლა მარხვაში მე რო ჯერ ვინ გაიგებდა ეხლა ამას ხო მარხვაში მე რო ბულიონი მჭამო ჩემ ხალხს რა თვალებით მაგალითი ხო ნუ აი პოლიტიკოსი იყო ეს მისთვის არ მოსწონს მაგალითად ერეკლე მეფე მაგის გაშავებაზე მუშაობს და ხო და ეს რა არის ეს აბსოლუტურად გასაგებია რომ აი ბერძენიშვილისგან სხვანა ქვეცნობიერის დონეზე ზულს ერეკლემეშვილი ჩაწვებოდა მაგ ბულიონში და გაცურავდა რადგან ის ფლიანად ქართული იყო ხო ერეკლემეფე იყო და არის ხო ქართული მოვლენა ერეკლემეფე ხო იცი მორალით ინტელექტით ვაშკაცობით, მებრძოლობით, ნუ არ ვიცი, საქართველოს ამხელა იყო მაშინაც და ირანის არმია ყავს ამდენჯერ დამარცხებული ებრძოდა ყველას ირგვლივ, ირანს, თურქეთს, ყველას ებრძოდა ირგვლივ, ხო? პოლიტიკური არჩევანის, გეოპოლიტიკური არჩევანის აბსოლუტურად ერთადერთი არჩევანი იყო, რაც შეიძლება გააკეთებია და გიორგის სტრატეგია იმ ვითარებაში ერთადერთი იყო, რაც მაქსიმუმი წამოიღო რუსეთისგან, რაც შეიძლება და მაშინ წამოიღო. კი უკეთესი შეიძლება თეორიულად შეგვეძლო რუსეთის დაგვეპყრო. თუ ასეთების არიან, რომ უნდა რომ რუსეთის და თურქეთის ჩვენ დაპყრობილი იყოს, მაგრამ ნუ ამის შესაძლებლობა არ გქონდა ჩვენ, ხო? ხო, მოკლედ ეს ამბავი არის და ამიტომ მე ამას არ ვიზიარებ, რომ პოლიტიკა ეგეთი საქმე. თუმცა რთულია პოლიტიკაში. დარჩეს ხო, რთულია პოლიტიკა, იმიტომ ცდუნებები უფრო მეტია. პოლიტიკაში უფრო მეტი ცდუნება, ვიდრე
მუსიკის სფეროში. თუმცა იქაც არის ცნობები. კი, რა თქმა უნდა. ხო, შოუ ბიზნესში არის ცნობები. ბევრის კარიერა სხვა ესეთ უხერხული გზით გადის, ხო, მოკლედ. და პოლიტიკაშიც არის რა არჩევანები სხვადასხვა ზოგი ხოხვით გადის. ხოხვით გადის ბოლომდე. ხოხვა ერთ-ერთი სერიოზული გზა არის დაწინაურებისკენ პოლიტიკაში ერთ-ერთი. ამ გზას ირჩევს, ზოგი სხვა გზას ირჩევს. ზოგი უფრო რთულ გზას ირჩევს. ეს უფრო ღირსულად გამოიყურება, რთული გზა უფრო ღირსულად გამოიყურება. მოდი ხა საინტერესო რაღაცას უყურე ამ დღეების 1-2 დღის წინ თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი იყო რა, საათი და 40 წუთი გრძელდებოდა ზვიად გამსახურდიას დამხობაზე. აი როგორი გაგიშტება იცი რა უყურო? საათი და 40 წუთი მიდის გაправება პუჩის. ოღონდ ეხა მაგას ბოლომდე ვერ აპრავებენ. მაინც აი შელამაზებულად იქ რაღაცებს ცდილობენ რომ რაღაცა, მაგრამ აი რო უყურო გაგიშტება რაღაც ის განცდა რომ ეს თურმე უნდა მომხდარიყო, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა რომ სისხლი არ დაღვრილიყო, მაგრამ ეს რო უნდა მომხდარიყო. უეჭველი აქ თელი საათი და 40 წუთი ეს განცდა გიშტება, იქ რაღაცა ამონარიდები ამოვიღე. აი ზვიადი ნათლად ჩანს რომ იყო ქვეყნის პატრიოტი. შეიძლება რაღაც პოლიტიკური ბევრი შეცდომები ქონდა, მაგრამ ქვეყანა რო უყვარდა და თან წინ რო იხედებოდა 25 ეხა რაც ხდება, ეს კაცი იმ პერიოდში ხედავდა და იმ პერიოდში თქვა ამერიკულ დაფინანსებებზე უარი და ასე შემდეგ და რის გამო გადაატრიალეს ეხა 2 წუთიანი ამონარიდები მაგ გაკეთებული პროსტა მოусმინო და აი მიხვდები ზვიადი თურმე ანუ ზვიადი მიხვდები ზვიადი ანუ ვისთვის იყო პრობლემა და რატო იყო ზოგადად ზვიადი პრობლემა აი ამას ნახავთ ძალიან ნათლად 1991 წლის ზაფხულში უზენაესმა საბჭომ უარი თქვა დასავლეთის მიერ შემოთავაზებული პროექტის მიღებაზე, რომელიც საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. პროექტის განხორციელებისათვის საქართველოში $1.5 მილიარდ ინვესტიცია უნდა შემოსულიყო. ფაქტობრივად ამ პროექტის დაწყება დასავლეთის მხრიდან საქართველოს მომავალ დამოუკიდებლობაში დადებულ ფსონს ნიშნავდა. ივლისში გაიმართა პარლამენტის ეკოლოგიის კომიტეტის ხდომა და ეს პროექტი ჩააგდო. გამოაცხადა, რომ ასე ვთქვათ, საქართველოს არ შეიძლება გადაიქცეს უცხოური მანქანების საჯირითოდ. არგუმენტები საკმაოდ მწირი იყო ამ პროექტის წინააღმდეგ და ჩემთვის ფაქტურად ეს მაჩვენებელი იყო, რომ ჩვენ მაშინ დასავლეთის დახმარებას, სერიოზულ პოლიტიკურ და ფინანსურ დახმარებას უარი უთხარით. პატივცემულო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრები. ეკონომიკური რეფორმების შეჩერებამ გამსახურდიას ხელისუფლებაში პირველი ბზარები გააჩინა. პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა რომელიც გამსახურდიას მთავრობას 10 თვის განმავლობაში ედგა სათავეში, პრეზიდენტისაგან განსხვავებულ პოზიციაზე აღმოჩნდა. იგი აგვისტოში თანამდებობიდან გადადგა. შემოდგომაზე დაიწყო ურთიერთობის მკვეთრი გართულება დასავლეთთანაც, რომელიც დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში საქართველოს მთავარი პარტნიორი უნდა ყოფილიყო. ჩანდა, რომ ზვიად გამსახურდიასთვის მეუღებელი იყო ის ლიბერალური პიროვნებები, რასაც დასავლეთის სამყარო პრიორიტეტებად მიიჩნევდა. შემოდგომაზე მთლიანად გაბუჩდა ურთიერთობა დასავლეთთანაც. ამერიკის მთავრობამ საქართველოს ხელისუფლება ანტიდემოკრატიულ ქმედებებში დაადანაშაულა. სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმა განაცხადა, რომ ზვიად გამსახურდიას სახით საქართველოში ავტორიტარული რეჟიმი მყარდება, რის გამოც საქართველოს უარი ეთქვა დასავლეთიდან ეკონომიკურ დახმარებაზე. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ რუსეთის და ამერიკას თავის წინააღმდეგ შეკრა. აი ხედავთ, ზვიადი რა პოლიტიკოსი იყო და საიდან უყურებდა აი ხა მე მესის მაგ პერიოდში ხალხზე კი არა პოლიტიკოსების ნახევარზე მეც არ ესმოდა ამერიკა ხსნელად მიაჩნდათ, მაგრამ ამ კაც ფაქტია, რომ ძალიან წინ იხედებოდა. უბრალოდ იმ მომენტში ის ამერიკა ჰეგემონიას იწყებდა საბჭოთა კავშირი დაიშალა და ეს ამ ჰეგემონიის დღეს დასასრულს ვაგერ უყურებთ ჩვენ და მაშინ იწყებოდა ამერიკის ჰეგემონია და უბრალოდ მან მარტო იყო და უბრალოდ მაგითო დაიჩაგდა რა. აცი რა, ზვიად გამსახურდიამ არ გაყიდა ქვეყანა. $1.4 მილიარდ ამ ფულზე. ეს ინვესტიციაზე ვარს უნდა ეთქვა პრეზიდენტს, ყველა პრეზიდენტს ჭირდება რომ ინვესტიციები ჩაედოს. ზუსტი ანალოგია რაც დღეს ხდება. დასავლეთის ჰეგემონია ნიშნავს ქვეყნების რესურსების ექსპლუატაციას, ისე რომ ამ ქვეყნის მოსახლეობა ამ რესურსებით არ ისარგებლოს. აი როგორც არის აფრიკაში, ისინი ასე არიან შეჩეული. ამათ ვერ გააგებინებ
საუკუნეებია ეს ერები ასე ცხოვრობენ აფრიკის და სხვადასხვა აზიის, აგერ ლათინური ამერიკის, ამერიკის ადგილობრივი მოსახლეობის ექსპლუატაციით. იგივე უნდათ კი ბატონო, ძალიან კარგი მაშინ 1.4 მილიარდი, თითქმის 1.5 მილიარდი ინვესტიცია. დიდი ფული. იმდენი არ იყო, რაც შეიძლება დღევანდელი 5-6 მილიარდი ხო იყო მინიმუმ. არის ძალიან დიდი ფული, ძალიან დიდი ინვესტიცია იყო. ოღონდ ჩვენი აღარ იყო საქართველო. არა, ეგ ხო. ლაპარაკი იყო ვისი იქნებოდა ქვეყანა, ამ კაცმა ქვეყანა არ გაყიდა. განა ინვესტიციებს კი ესენი ცდილობენ ახლა წარმოაჩინონ გამსახურდია ჯერთი აქ ზოგიერთები მე მონაწილეობდნენ ამის გათეთრებაში. და ესენი სიუჟეტი ახლა ცდილობს წარმოაჩინოს რომ გამსახურდია პროგრესის მუხრუჭი იყო. ხო და სინამდვილეში ხო გამოჩნდა რამდენი დღეს რა ხდება დღეს რატო გახდა ქართული ოცნება მიუღებელი? გამსახურდია ძალიან მისაღები იყო თავის დროზე. დასავლეთის ოცნება მიუღებელი? არა. დღეს რატო გახდა ქართული ოცნება მიუღებელი თქო? თავის დროზე გამსახურდია ჰელსინკის ჯგუფის დამფუძნებელი იყო და ასეთი ევროპის მიერ რატო გახდა მიუღებელი? მაშინ თავიდან ძალიან მისაღები იყო ამერიკელების და ევროპელებისთვის და როცა ნახეს რომ გამსახურდიას მართლა უნდა და საქართველოს სუვერენიტეტი და არა ის რომ რა ქვია აფრიკის ქვეყანასავით ყოფილიყო ახლა ამის პრეზიდენტი გამოდიოდა ერთ-ერთი აფრიკული ქვეყნის გამახსენდება რომელი ქვეყანა იყო უსმენდი და ამბობდა რომ ჩვენ ყავას ჩვენთან მოიწევოდა ყავის თავარი ექსპორტიორი აი ეს გენერალი რო ხო ბერეტიანი ბიჭი ეგ ხო ეგ მაგარი ბიჭი კი რა გვარი არის მოიც გეგავიხსენებ რა გვარი არის და გეტყვით და ანუ ხალხს არაფერი ეხლა ქართული ოცნება 2012 წლიდან აი 2018-19 წლიდან ძალიან კარგი იყო ამერიკელებისთვის და ევროპელებისთვის და დემოკრატიის შუქურაც იყო და ყველაფერი სანამ არ დადგა საკითხი იმის და რატო? იმიტომ რომ ქართული ოცნება ბევრ რაღაცას უთმობდა. ყველაფერს უთმობდა. ხო, ანუ იყო არ ყველაფერს არ ყველაფერი არ თავარი არ დაუთმო. როცა ნახეს რომ საბოლოოდ თავარი არ დაუთმო. ხო, ქვეყანას აღარ აძლევდა. ხო. ხარკს იხდიდა ქართული ოცნება და ისეთი ხარკები გადაიხადა, რომელმაც პრაქტიკულად კატასტროფამდე მიიყვანა ახლა განათლების სისტემა. თუმცა ქართულ ოცნებას არ დაუწყია ახლა ნიშნავ დაიწყო, მაგრამ განათლების სისტემა არის აქილევსის ქუსლი. განათლების სისტემის შედეგი ახლა ეს რა ვიდეოებსაც აჩვენებთ ქუჩებში არ იცის. იმან არ იცის. იმას ასე ასწავლეს და გონია რომ ეს რაღაცას ისეთ აკეთებს. მიზნი ნორმალურად ხდება მისწავლე ბოდიშია ილიაოს უნივერსიტეტი როგორც ვიცი და ახალგაზრდებისგან ვიცი რომ თელი სასტიკე და სიმავნებლე მაქედან მოდის ლექტორებმა ანუ მანდ ოფიციალურად ისწავლება აი როგორ უნდა მართლა გადაუსვა ხაზი ყველა 14 წელი ქონდა უკვე მე 14 წელი წავიდა შეიძლება ეს რეფორმები გაეტარებიათ იცოდნენ ეს პრობლემა რო იყო ხო გამოცდილება არაკლიათ ზედ მაგათხემძღვანელს მაგრამ ნუ ამ ნაბიჯებს გამდენ ისინი ფიქრობდნენ რომ დასავლეთი ლოიალური იქნებოდა და მოდი პირდაპირ თქვათ ახლა 10 და 12 წლის წინ თუნდაც 5-6 წლის წინ ასეთი მოცემულობა არის მაშინ რომ ამათი დამხობა იმათ მოენდომებია დამხობა ახლა სხვა მოცემულობა ომამდე ხო ახლა სხვა მოცემულობა ძალიან წინა პლანზე ჯერდი დასუსტდნენ თვითონ მათი რეპუტაცია შეილახა ძალიან ინტელექტუალურად იმუშავა ქართული მოცნების რაღაცა ნაწილმა რა მოკლედ ჯგუფმა დასავლეთის რეპუტაციის შესაძლებლობას ანუ მათი ნამდვილი სახის ჩვენებას დღესაც ინტელექტუალურ რომს პირდაპირ თქვა ქართული ოცნება უგებს კოლექტიურ დასავლეთს ევროპას უგებენ დღეს ახლა რატო რა ომი მიდის ინტელექტუალური ომი რა ჭადრაკი ხო ინტელექტუალური ომია ხო ეხლა ამათ შორის რა ჩვენსა და ქართველებსა და იმათ შორის ამათ უნდათ ევროპელებს უნდათ ააჯანყონ აი ეს თაობა რომელსაც განათლება ვერ მიიღო იმ დაუღოთ ყველა ცუდი კი არა ძალიან ბევრი კარგი ადამიანია უბრალოდ პროევროპულად განწყობილია მათ შორის ის რომ ევროპული არჩევანი რაღაც რელიგიამდე
არის იმ ადამიანებისთვის და გონიათ რომ იქ რაღაც სამოთხეში შევა. ეს ამაში დანაშაული ნაწილობრივ ქართული ოცნებისაც არის, თუნდაც ამიტყვებოდა 12 წლის განმავლობაში ამ რელიგიასაც ჰქონდა. მაგრამ ნუ იყო ამათი ბრალია თუ არ არის ამათი ბრალი, არსებობს ასეთი ელექტორატი, რომელიც კოლექტიური დასავლეთის აზრით შეიძლება ქუჩაში გამოვიდეს და დაამხოს თავისივე ხელისუფლება, ან რეალურად თავისი ქვეყანა დაამხოს, თუ კი მან ნახა რომ ევროპული გზას კარგავს. ეხლა ქართული ოცნება ცდილობს რომ ამ ელექტორატის აჯანყების საშუალება არ მისცეს ამ კოლექტიურ დასავლეთს, ისინი აკეთებენ რაღაცა თარიღებს. ახლა ევროსაბჭოდან ჩვენი გარიცხვის თარიღი აქვს დაწესებული სექტემბერში და ქართული ოცნება დაასრულა, მაგრამ შეიჩერა წევრობა. ანუ შეჩერებული ვარ და ისინი მაინც გვეუბნება შეგიძლია. ანუ ხო და აი აქ ჩანს რომ პიარის თემა შეჩერება არ არსებობს, როგორც არ ვართ ევროკავშირის წევრები, შეჩერებული ვარ დროებით, ხო? შეგვიძლია ეს გავაგრძელოთ, შეგვიძლია დავიბრუნოთ ეს წევრობა, ხო? ახლა ისინი გვეუბნებიან ჩვენ შეგიჩერებთ წევრობას. რატო ამბობენ? ევროკავშირი თუ ევროკომისიის? ევროსაბჭოს. ხო, ევროსაბჭოს წევრები ვარ ჩვენ. კი. მაგრამ შეჩერებული ვარ ჩვენ. ეს თარიღი ანუ რაღაცა ამ გამოსვლებს ხო რაღაც თარიღების შექმნა ჭირდება. აღშფოთების мотивация უნდა მისცეს. 4 ოქტომბერი გვაქვს. ხო, ახლა 4 ოქტომბერს კიდე ესე ხო. და ამ ვიდეოს კიდე მთავარი კიდე რა საინტერესო რა იცი, სიგუა რის გამო გადადგა. ამის გამო. ანუ ამ დაფინანსებაზე რომ უარი თქვა ზვიადი, სიგუა გადადგა მაგის გამო. როგორც ეხა პარალელი რო გაავლო რა, აქაც ეხა რო შეხედო, აი გაემიჯნა, ანუ მაგის ხო, აი უარი როგორც თვით ამ ფულზეო, მაგიტო გადადგა. გაემიჯნა. დაუპირისპირდა, გამოდი სხვა არის. ანუ ისქნა რომ მე ხერების მე შენ თუ შვები ამას, მე ამაში არაფერს შუაში არ ვარ სპორტი გაუშვი. ამერიკა ჩვენი მაგრამ მე მესის მას კიდე გავიმეორე რომ იმ დროს ამერიკა მაინც ხსნელად იყო და პოლიტიკოსებიც ალბათ მიამიტები იყვნენ მაგ მიმართულებით. მე წარმოიდგენს სხვა პოლიტიკური სიმწიფე იყო. აი მე სერიოზულ ხალხთან სერიოზულად მომისმენია ამბავი რომ თქვაც მეუხერხულება რა ტერიტორიების დაბრუნებას ისე ვლაპარაკობა ერთ კვირაში რა პრობლემა მთავარია ჩვენ მოვინდომოთ ხო ისეთ ადგილებს ვიბრუნებთ ისეთ სახელმწიფოებისგან რომ ნუ არ უცებ ხო არა ეს ახლა ამას სერიოზული ხალხი ლაპარაკობდა და სერიოზული თანამდებობა ახლა ჩემთვის ისინი უფროსები და ავტორიტეტები იყვნენ და მე ახალგაზრდა ბიჭი ვიყავ მაშინ რა პრინციპში ბავშვი ვიყავი რა და ხო ესე მიგვაჩნდა რომ დასავლეთისგან ხსნელი იყო რა დათურმე თურმე კაცი იხედება წინ იცის თურმე რასთან აი შენ რო თან შეცდო ეს ჭკვიანი კაცი იყო ჯერ განათლებული კაცი იყო პატრიოტი რა თქმა უნდა იყო მაგრამ ჭკვიანი კაცი იყო უკვე გუნდი ყავდა გარშემო ეგათ აღლითები რა ზელენსკიმ გააკეთა ეს უნდა გააკეთებინა სააკაშვილს კი გასაგებია რა დაიწყო კი ზუსტად მაგათ უნდა ეკრათ რა და რა იყო მათ თავარი რომ აჭრილობა ხო პირს რო შეიკრავს ხო ხორცდება ესეთი ჭრილს თუ შეიკრა პირი ამ აფხაზებსა და ქართველებს შორის არსებულ მაჭრილობამ ხო მაშინ მაჭანკალი რაღაც შვაშია ეს ევროპა და ის აღარ ფუნქციას კარგავს ამიტომ მათი შეხორცება არავის არ მათი მნიშვნელობა ხო თავის მნიშვნელობას ისინი ხედავენ ხედავენ იმაში რომ აფხაზეთი და სამაშობლო ჩვენი არის და ეს ყველაფერი რუსეთის ბრალია და სინამდვილეში როცა სოხუმს იღებდნენ რუსული შენერთებიც იყო ჩილოკავკასიური შენერთებიც იყო აი ბასაევი იყო ასეთი გაგრა მაგათმა შამილ ბასაევი მე იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ ანუ მაშინ ქვეყანას მართავდა ლოთი ელცინი ჩვეულებრივი მარიონეტი ერთი ზარი რო ყოფილიყო ვაშინგტონიდან სოხუმი არა იყო ერთი ზარი რო ყოფილიყო სოხუმი დღეს ჩვენი იქნებოდა მაგრამ მათ ჭირდებოდათ რუსეთზე დაბრალებული დაკარგვა ამის ესე იგი ტერიტორიების რუსეთი რეალურად როგორც სუბიექტი მაშინ არც არსებობდა ხო უსუსტესი რაღაც მათი ჩვეულებრივი დანამატი იყო ჩვენ როგორც ერთ-ერთი შტატი იყო ისევე ისეთი მარიონეტული როგორც ჩვენი მაგალითად შევარდნაძე ვამბობენ აი გადატრიალებაზე რო ვლაპარაკობ ზიადის გადატრიალებაზე ვლაპარაკობ და რუსეთმა მოახდინა გადატრიალება შევარდნაძე
გენერალიტეტს ეზიზღებოდა და დღემდე სამშობლოს ღალატი როგორც გორბაჩოვი ეზიზღებათ, ისე სამშობლოს ღალატში ხდებდნენ და საბჭოთა კავშირის ღალატში ხდებდნენ ბრალს. შევარდნაძე იყო პროდასავლური მოვალე, შევარდნაძის მოყვანა აქ იყო შეერთებული შტატების და ევროპის ლობირებული, იმათი ჩამოყვანილი იყო. მაშინ ამას ასეც გვაწვდიდნენ ჩვენ, რომ აი დასავლეთიდან ცა გაგვეხსნება, შევარდნაძე თუ იქნება პრეზიდენტი. ასე იყო, ან ზვიად გამსახურდიას დამხობა რითი დაიწყო სიგნალი, ეს იყო ხო, რაც ახლა ჩვენ კადრი გავუშვით. მაგრამ მე იყო ბუშის აი ბეიკერის განცხადება ხო გავუშვით, ბუშმა ასეთი რაღაცა თქვა, რომ ზვიად გამსახურდიო ჯერ ამ ხელა მსოფლიოში, ამ ხელა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ, ზვიად გამსახურდიას იცი და ესე რა ქვია, ესეთ რაღაცა თქვა, რომ დინების საწინააღმდეგოდ მიდის, რომ გამსახურდია მოპასუხა, რომ დინებას უკვე არის თევზი მიყვება, ის კომენტარი გააკეთა ესეთი. და ამას მოყვა აჯანყება და არა ხალხი მერს ხოთა შორის, ხალხი ვერც მაშინ ვერ ააჯანყეს, გამსახურდეცა დღემდე უყვართ ხალხს. დღე თქვენ ახლა ის დაობახათ, რომელიც გამსახურდეს სულ არ გახსოვთ. მაგრამ პატივსაცემად ხო ხედავთ, თქვენც გიყვართ. იმიტომ რომ პატრიოტიკაცი იყო და მაშინ ვერ ააჯანყეს, ამიტომაც მოხდა სამხედრო გადატრიალება. ვინ იყო სამხედრო გადატრიალების ინიციატორი? მისი გუნდი, მისი შემადგენლობა. თავისი ხალხი. იცი რა არის? არ იყო მეტი კადრი. მე ამას ოპოზიციაში უნდა გენახა რა ხდება. არის იყო იმის ეხლა კარგად კი სულ არ იცოდა ამ ხალხმა. არ და ელექტორატი საზოგადოება ეხლა რომ ჩვენ საზოგადოება გვყავს. მაგაზე ვგავართ. ეხლა მე ერთად გადაცემაში თქვი, მაგრამ ძალიან საინტერესო ეს არის პასაჟია და ვიტყვი რა. ირაკლი კობახიძის წერილი ხო გახსოვთ? ტრამპს ხო, ძალიან კარგი წერილი იყო რა. წერილი მომეწონა, მაგრამ მე ამას მოყვა გადაცემა პირდაპირ ეთერში. კობახიძის მასთან რა ქვია, იმედის ეთერში. და იქ ახლა ბოლო ამთავრდა რეზიუმ, კაი რესპონდენტია რა, ძლიერი რესპონდენტია ახლა მე ვაკვირდები ახლა, ჩემი პროფესია ხო, ერთმანეთს ვაკვირდებით პოლიტიკოსები ყოველთვის. ხო, ოღონდ გვეშინია ერთმანეთის შექების ხო და ხოლა ბოლო შეკითხვა იყო ჟურნალისტისგანაც ობიექტური იყო, რო არ გიპასუხოსო რას იზამო და კობახიძემ უპასუხა, რომ ნუ ჩვენ სახლრივი რეჟიმში დავრჩებითო მეგობრობის რეჟიმშიო და ნუ მე კრიტიკული წერილი დავწერე ამაზე რა. რა თქმა უნდა, ისეთ თავშეკავებით, მაგრამ ესე იგი, ხო მესმის ახლა რაც თქვა და რატომ მას თქვა, ხო, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ წამგებიანი ამის თქვა, იმიტომ რომ თუ შენ მაინც შემიანი ხარ, მაშინ პოლიტიკაში ხო მორალი თუ პრაგმატიზმი თუ მე არ ჭირდება შენი გულის მოგება, მან შემიანი თუ ხარ, მაშინ ის გავაგრძელებ ასექცევას, როგორც იქცევა კოლექტიური დასავლეთი და იგივე შეერთებული შტატების ადმინისტრაცია მაშინდელი ხო? მაშინდელის გაგრძელება იყო ახლა, მაშინდელი ელჩი იყო ახლა ხო? კრიტიკული წერილი დავწერე და ქვევით კომენტარი ძალიან ბევრი ის იყო, მოწონება ჰქონდა Facebook-ზე და იყო კომენტარები და ერთმა ქალმა დამიწერა რომ რა ქნასო? მასაც ყავსო, მას ყავს ელექტორატიო, რომელსაც უნდა ამ ევროპაში შექმნა რა იმისთვის ამბობსო ამას. ესე როგორი ზუსტი რაღაცა და ეს ხო ერთი ადამიანს ეს უნდა განვაზოგა ასეთი საზოგადოება, ასეთი პოლიტიკური სიმწიფეა დღეს ჩვენ საზოგადოებაში. ეხლა ის ბრბორო დარბის 200 კაცი რატო ვერ გაზარდეს? რატო ვერ ავიდა 400-მდე 500-მდე უფრო დიდამდე? იმიტომ რომ მაშინ შეიძლებოდა ამის გაზრდა და ეხლა საზოგადოება აბსოლუტურად ინტელექტუალურად ჩვენი საზოგადოება მზად აღმოჩნდა ამისთვის. ეხლა უბრალოდ კიდევ ერთხელ ძალიან მოკლედ უნდა დაუბრუნდე ეს სასოцло მნიშვნელობა სტანდარტი უნდა აიწიოს, კლასი პოლიტიკოსების სამარცხინოდ დაბალია და სახიფათოა ეს, იმიტომ რომ ჩვენს ირგვლივ ძალიან მაღალია. შეიძლება არ მოგწონდეს ერდოგანი, მაგრამ ძალიან მაღალი კლასის პოლიტიკოსია. ირგვლივ მისი მთავრობის ყველგან პუტინი ირგვლივ ნახეთ რა ელიტა ყავს რუსეთს, პოლიტიკური ელიტა, რა ელიტა ყავს თურქეთს, რა ელიტა ყავს ირანს, ძალიან დიდი წინააღმდეგობებია შიგნით ირანში. ძალიან დიდი და სერიოზული წინააღმდეგობებია, მაგრამ ძალიან მწიფე ელიტა ყავს. აქ ეხლა სუფში ჩაუფურთხებო კაცი. აქ აი ყველაფერი წასული. ქუჩაში ვინც დგას, ეხლა აი მას მომაჩვენებთ ხაზარაძის და ელისაშვილის უპრინციპობა გინდოდათ ხო იმ ვიდეოში გეჩვენებ სუესენი დგანა
90% აი εμას თუთაშხიაში რო არის, ვისაც ჩამოცვი მან გამხადაო, ივანიშვილს ეხლა ისებძვის, ვისაც ჩააც, ვიც კაცი გახადა. უსუბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე, ხიდაშელი, ეს რა ქვია, თავდაცვის მინისტრი, სალომე პრეზიდენტი, მარგველაშვილი პრეზიდენტი, მისი გახარია პრემიერ-მინისტრი. ეს თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში ეს ადამიანები და ამბობენ არც ხვენიათ ამ ხალხს. თავის ნამოქმედარზე პასუხისმგებლობა უნდა რომ სხვას ზუსტად ეგრე. დააკისრო. მოდი ახლა საგარეო პოლიტიკაზე გადავიდეთ და ნელ-ნელა დასასრულისკენ წავიდეთ, ისედაც როდესაც გადავაცილეთ უკვე. ძალიან საინტერესო რაღაცები ხდება მსოფლიოში რა. აი ჩინეთში ახლა ჩატარდა შანხაის საერთაშორისო ორგანიზაციის სამიტი რა. ასევე ჩინეთმა 80 წლის იუბილე აღნიშნა იაპონიასთან გამარჯვების მეორე მსოფლიო ომის და ძალიან დიდი აღლუმი იყო და ამ აღლუმზე ისეთი ტექნიკა წარადგინეს, რომ მთელი მსოფლიო გააჩნდა ტრამპის გამოვიდა და მე ვიციო ესო რატო გააკეთაო ჩინეთმაო, ვიციო რომ ჩემ გამო გააკეთესო და მინდა ვთქვა რომ უყურებდიო და ახთმოვანებული ვარო რა. ჩინეთმა არსა სერიოზული განაცხადი გააკეთა. ჩინეთი გახდა მესამე ქვეყანა მსოფლიოში, აქამდე იყო ორი ქვეყანა, ამერიკა და რუსეთი ატომური ტრიადა, ვისაც ჰქონდა ანუ საჰაერო, სახმელეთო და სარაკეტო ბირთვული რაკეტები. ჩინეთი მესამე ქვეყანა გახდა. და სამხედრო თვალსაზრისით ამბობს თუ სამხედრო გულისხმობ რა თქმა უნდა ხო და ჰეგემონია ეხლა ჩვენ ვართ მონსტრები ამერიკის ჰეგემონია როგორ სრულდება ჰეგემონია რატო სრულდება ამერიკის ანუ რა არის რაღაც რამოდენიმე ფაქტორია რატო იყო ამერიკა დღემდე ჰეგემონი ხო ერთი არის ეკონომიური ფაქტორი მეორე სამხედრო ახალი ტექნოლოგიები და კულტურა ხო ეკონომიურად უკვე ჩინეთმა ეხლა უნდა აღვიქვათ ჩინეთი და რუსეთი ერთად უნდა აღვიქვათ რა ჩინეთთან რუსეთთან ეკონომიურად ჯერ მარტო ჩინეთმაც გადაასწრო, მაგრამ რუსეთთან ერთად ხო უფრო გადაასწრეს და გადაასწრეს. ეხლა ჩინეთი და რუსეთი ერთად ამერიკას სამხედრო პოტენციალს ხო ასი თავით ჯობნის უკვე. ეკონომიურადაც წინ არიან, ახალი ტექნოლოგიები, ჩინელები ვაფშე იმენად ფრინავენ უკვე სხვა დონეზე, არიან ერთ კულტურა აქვს შემორჩენილი ამერიკას, მაგრამ ამ კულტურაზე სტაგნაცია არის სერიოზული ამერიკის 90 წელს რო გადახედო რა ფილმები და რა ხდებოდა, ეხლა რო შეადარო სამარცხინო რაღაცეები ხდებოდა. მოდესობა ფილმები კომპიუტერით სიტყვა. არა, ხო და აი ძალიან წინა არის, მაგიტო არის ჰეგემონია, რატო მთავრდება ამერიკის ჰეგემონია და რატო იწყება სხვა ახალი მსოფლიო წესრიგი არა, რაღაცა სხვადასხვა ახალი პოლუსები გაჩნდება და ეს ჩვენთვისაც შანსი არის, აღარ ვიქნებ რაღაც ერთზე დამოკიდებული, შეგვიძლია ვიღაცასთან რაღაცა მოვილაპარაკოთ და ორივესთან შეგვიძლია რაღაცები მოვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ერთზე დამოკიდებულები აღარ ვიქნებთ. საკი და ინდოეთის ფაქტორია ძალიან დიდი, რომელიც 7 წელი მაგათ ჩინეთში არ იყო ჩასული და სერიოზული კონფლიქტია ხო ინდოეთსა და ჩინეთს შორის და ეხლა ტრამპის ტარიფები ამ ცნობილმა ტარიფებმა ჩინეთი და ინდოეთი აიძულა გეგონება ჯერ ბაიდენმა ბოდიში ცოტა გამიგზავნა ჯერ ბაიდენმა დაიწყო გეგონება ბაიდენი აგენტი იყო რუსეთის და ჩინეთის ისე ესენი კავშირი და ამერიკის საგარეო კურსი იყო ის რომ ჩინეთი და რუსეთი თვითონ ყოფილიყო უფრო ახლოს ვიდრე ჩინეთი და რუსეთი ერთმანეთთან და ამ უკრაინის ომმა ჩინეთი და რუსეთი გადაფსკნა ერთმანეთს ეხა ტრამპმა ამ თავის ტარიფებით ინდოეთი დაუმატა და ეს სამი ანუ პირველი ეკონომიკა მესამე და მეოთხე ეკონომიკა არიან ერთად თან ჯარიც ანუ ყველანაირად ძლიერები არიან და ამერიკის ჰეგემონია მიდის დასასრულისკენ ჩვენ ვართ ამის მონსტრები ეხა პირდაპირ უყურებთ ამ ყველაფერს და აგერ ძალიან კარგად არის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორია რიჩარდ ვოლფი რა ძალიან საინტერესო რაღაცას იძახის. მოდი ამას просто მოვუსმინოთ, ნახევარწამიანი არის. მე თარგმანს მე დავადებთ ამას. American empire is over. We're done. We peaked about 12-15 years ago, and we are on a down. And it's very hard for the American people, which I understand. I am one. It's hard to get your head around that. We've had a century of on the way up, which is a lot more fun than on the way down. But it does happen to every empire. We're only the latest. Look at the British, how far they've fallen. We're in that process. რას იძახის, რომ ამერიკის ჰეგემონია მთავრდებაო. ჩვენო სადღაც პიკს მივაღწიოთ 12-15 წლის წინო და ეხლა ვარ დაღმასვლაშიო. ჩვენ მესმის ამერიკელი ხალხისო, მეც ამერიკელი ვარო და ამას განვიცდიო, მაგრამ ეს ფაქტი არისო, ჩვენ 100 წელიო სულ ანუ აღმასვლა გქონდაო და ეხლა დაიწყო დაღმასვლა და ყველა იმპერია ამას გადისო ბრიტანეთის იმპერიამაც ესე დაასრულა და ეხლა ხედავთ რა დღეშიც არისო და ჩვენ უბრალოდ
ეხა ბოლოები ვართო ეს ვინც ეხა ბოლოებით ვინც ამ იმპერიის დასასრულს რეგრესი დაგვეწყო რა მოკლედ აი ეს მართლა ეგრეა ხელის გუზია ჩაკეტა ჩინეთმა და ამ სამიტმა და რაღაცმა ყველაფერი აჩვენა მოდი ეს უფრო გავშალოთ ეს თემები რა ხდება ზოგადად ჩვენ თავს იცი რა არის ჩინეთმა და რუსეთმა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სამიზე იყო ის რომ სოფლიოს ახალი სოფლიო წესრიგის კონტურები შესთავაზეს დანარჩენ სოფლიოს და უფრო სამართლიანი ვიდრე კოლექტიური დასავლეთის თავაზობს შეერთებული შტატების მეთაურობით ჰეგემონიით აი დააკვირდით როგორ შეხვდა ტრამპი ევროპელ ლიდერებს დამცირებელ წინ ბავშვებით რო დასვა სკოლის მოსწავლეები ხო და ეხლა გადმოიტანეთ ეს და როგორ შეხვდა პუტინი ათუნდაც ყველა ფაშინიანს და რაღაც ასეთ აბსოლუტურად ან სი ძინპინი როგორ შეხვდა თავარი ამონაწილე რო აღარ თავარი მესიჯი კომუნიკე ხო გამოქვეყნდა მე თავარი მესიჯი რა იყო რომ არა ბლოკებს ანუ სამხედრო ბლოკებზე არ გთხოვენ რომ მასთან სამხედრო ბლოკში იყვნენ თავს დაესხა რუსეთს ამ რუსეთთან ერთად თავს დაესხა თუ ამას არ ითხოვენ არავისგან და სამართლიანი უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფა ყველასთვის თანაბრად ჩვენთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა შეხედეთ ეხლა როგორ ტონალობაში როგორი მანერით გველაპარაკებიან ჩვენ ევროპელები ჯერ როგორ იქცევიან ახლა ამერიკაში რომელი ელჩი ასე მოიქცეს დაკავებენ შეიძლება და სად უნდა როგორც გერმანიის ან ევროკავშირის ელჩი როგორ იქცევა და ახლა შეხედეთ როგორ იქცევიან ჩინელები და როგორი პატივისცემი და როგორი ხაზგასმით იმის შენი ინტერესების მიმართ ეხლა რა თქმა უნდა თადა ბარი არასდროს არ გათანაბდება და ჩინეთი და რუსეთი რომ პრიორიტეტული იქნება და უპირატესი იქნება ეს თავისთავად სხალდია მაგრამ ჩვენთვის საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ახალი ალტერნატიული სამხედრო პოლიტიკური ეკონომიკური და ფინანსური სამყაროს გამოჩენა როგორც ჩვენთვის ხო როგორც მომაკვდავი ევროკავშირის ალტერნატივა ევროპის კი არა ევროკავშირის ევროპას მომავალი მე ვფიქრობ რომ ალბათ აქვს მას შემდგომ რაც აი ამ აბსოლუტურად დეგრადირებულ ელიტას პოლიტიკურ ელიტას ხო ჩამოიშორებენ მე დასაწყისში ვთქვი რომ იქ ოპოზიციაში ინტელექტუალური და პატრიოტული და მორალური რესურსები არის ლეპენ გერმანიაში არის ოპოზიციაში არიან დაკავებულები და რეპრესიებს გადიან საოცარ რეპრესიებს გადიან პირდაპირ სასამართლო და პროკურატურა არის გამოყენებული როგორც პოლიტიკური იარაღი საფრანგეთში გერმანიაში და ბრიტანეთში პირდაპირ ამიტომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და საკონტროლო გასროლა გააკეთა ტრამპმა ინდოეთთან კი ბატონო ტარიფები მე გეთანხმები მაგრამ ტარიფების გარდა ინდოეთს და ჩინეთს აქვს კოლონიალური წარსულის გამოცდილება და ძალიან ტკივნულად აღიქვამენ ურთიერთობის მანერას და ქცევას და ტრამპს ამ მიმართულებით აქვს ნამდვილად ხარვეზი ახლა აგერ ევროპელებს გერმანელებს და ფრანგებს როგორ შეხვდა როგორ ლაპარაკებოდა ძალიან აგდებით ლაპარაკა ინდოეთზე მთლიანად და იმის ნაცვლად როცა ნახეს როგორი შეცდომა დაუშვეს ინდოეთთან იმის ნაცვლად რომ რაღაცა დაეკორექტირებინა შეერბილებინა გამოვიდა მე ნავარო პიტერ ნავარო ლუის ნავაროში არ შეგეშალოთ პიტერ ნავარო რომელმაც ურჩია ამ ტარიფების დაწესება იმის ნაცვლად რომ ტრამპისთან ბოდიშები ეხადა და საერთოდ გაიგდო სამსახური გამოვიდა და ინდოელებს მოუწოდა აჯანყებისკენ ინდოეთის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ ხო ნუ აი რა როგორ უყვართ აი მან როგორ წეხოს ის დამოკიდებულებები რო ჩანს ამან აიზულა ინდოეთი გადაესვა ხაზი იმ წინააღმდეგობებისთვის რაც მას ჰქონდა ჩინეთთან და ჩავიდა დაესწრო ამ სამიც მე ვფიქრობ მე მიუხედავად იმისა რომ შინაგანად ვარ მაქსიმალისტი და თქვენი ხელარო ვიყავ მაშინ უფრო მაქსიმალისტური მიდგომები მქონდა მაგრამ ეხლა ამას ვცდილობ რომ ყოველთვის უფრო ზომიერი მოზომო და იმდენი ისეთი ნაბიჯი გადადგა რომელსაც შეირგებ და მე კიდე გადადგა პატარ-პატარა ნაბიჯებითია მაგრამ
ეხლა მას შეძლო უფრო მეტი ბონუსების აღება. ძალიან მაგარი იყო იქ ჩასვლა და გამოჩნდა 3 ერთად ეს პრაქტიკულად გამოჩნდა რიკი არის კიდე ასე მესამე ესეთი ფორმატია რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი. ამის კონტურები გამოჩნდა. მაგრამ იქ რო დარჩენილიყო აღლუმზე, ამდენიც აღარ გააკეთა. ეს უფრო მეტ ხო, ეს ძალიან გამოკვეთავდა ამ სამი სახელმწიფოს მნიშვნელობას და პრაქტიკულად გამანადგურებელ დარტყმას მეყენებდა კოლექტიურ დასავლეთს. ეს რამეჯი არ გადადგეს, მაგრამ და რა იყო მნიშვნელოვანი. ახეთ ეს ამას მე მინდა რომ ჩვენ მსმენელმა ყურადღება მიაქციოს, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ბრიქსი არის ასევე გაერთიანება, ისე იგი ჩინეთს და რუსეთს სათავეში, სადაც სავაჭრო უფრო ხო, იქ უფრო სავაჭრო, ხო, აი კარგია ამას რო ხაზი გაუსვა. ეს უფრო იყო უსაფრთხოების საკითხებზე. რადგან იქ ზოგიერთი საკითხი ვერ განვითარდა, იმიტომ რომ ბრაზილია და სამხრეთ აფრიკა ვერ გაყვა ჩინეთს და რუსეთს ბოლომდე. ამერიკას დამოკიდებულება. ხო, ამერიკა ხო გამოვიდნენ ეგენი? არა, კი არ გამოვიდნენ, მაგრამ ხარი არ დაუჭირეს ალტერნატიული ვალუტის შემოღებას. იმას ხო ისე უნდა დოლარის დამოკიდებულება და ძალიან ძლიერ ჩვენ ეს რა არის, იცი? ეხლა სანქციები როცა იმუქრებიან, ხო? რითი შეიძლება კიდე დაგვემუქრონ ეხლა ხო ჩაივლის ეს 4 ოქტომბერიც ხო ვერ აყირავენ მთავრობას მე შეიძლება გითხრა SWIFT-დან გაქთიშეს ეს არის დღეს უალტერნატიული საგადახდელო სისტემა პრინციპში უალტერნატიული აღარ არის იმიტომ რომ რუსებმა მიერი შექმნეს ჩინელებმა თავის შექმნეს მაგრამ ეხლა ამის გლობალიზაცია უნდა და ასევე დოლარის ალტერნატივის შემოღებაზე არის ლაპარაკი ამ ინიციატივით გამოვიდა რუსეთი და ჩინეთი და ვერ გაყვა იმიტომ კი არა მოღალატეები არიან ბრაზილია და სამხრეთ აფრიკა ძალიან უფრო მეტად არიან ინტეგრირებული დასავლური ეკონომიკაში განსაკუთრებით ამ შეერთებულ შტატებთან და ვერ გადადეს ეს ნაბიჯები. ამიტომ ნახეთ რა გააკეთეს როგორც ჩემი აზრით ეს ფინანსური და ეკონომიკური სიმძიმის ცენტრი ბრიქსიდან შეეცადნენ რომ უკვე შანხაის ორგანიზაციაში გადმოიტანეს. ანუ ამით გაანთავისუფლეს ბრაზილია და ხო, რაღაც პასუხი არ დაიწყეს დაძალება, როგორც ახლა ევროკავშირი ჩვენთან იქცევა, რომ გინდა თუ არა რუსეთს დაუზაესხი და ხედო რო არ მოგვეშ. ანუ მათ მიესწეს თავისუფალი არჩევანის საშუალება, ის იქაც არაურია სიტუაცია და ახლა აქ დაიწყეს უკვე სავალუტო ფონდის ანალოგის ბანკის შექმნა შანხაის ორგანიზაციის. ჩვენთვის რა არის? ეს არის ალტერნატიული წვდომა, ალტერნატიულ ფინანსებს საკრედიტო რესურსზე. დაბალპროცენტიან საკრედიტო რესურსზე. ეს არის ალტერნატიული საგადახდელო სისტემა და ბოდიში, მაგრამ ევროკავშირის 500 მილიონიანი ბაზის ნაცვლად სადაც მოსაკრებლები დაგვიწესეს იმ პროდუქციაზე, რასაც ჩვენ აქ ვაწარმოებთ, ღვინოზე, ღვინამასალებზე, ბადაგზე, ყურძნის წვენზე და ასე შემდეგ. მაგრამ ქოქოსზე და ანანასზე არა. ქოქოსზე და ანანასზე არა. და ვინაგის ტყავზე, რასაც არ ვაწარმოებთ. და გაჩნდა ალტერნატიული ბაზარი 3 მილიარდზე უფრო დიდი. ძალიან დიდი ბაზა სამოხმარებლო ბაზარია ჩვენთვის. სადაც არ არის სპეცმინდა მაფიოზური სტრუქტურა არის ევროკავშირში კოტების გადანაწილება, ვის რისი წარმოება შეუძლია. აჩვენ რატო დაგვიწეს მოსაკრე, იმიტომ რომ ფრანგული, იტალიური და ესპანური მაფია, რომელიც ღვინოს აწარმოებენ და შენ ხო არ სოფლის მეურნეობის განვითარების საშუალებას ამდენი ხანია არ გვაძლევს ევროკავშირი, იმიტომ რომ შენ არ გახდე მისი პროდუქციის როგორც პოლონეთს უკრაინას ხორბალზე. აი დაახლოებით 30-იან წლების ამერიკას უყურებით, ხო იყო მაფიოზური დაჯგუფების შორის ომი სამოხმარებლო რაღაცა სათამაშო ბიზნესზე, ზოგი პროსტიტუციის ბიზნესზე, სხვა ბიზნესებზე, ხო? ასეთი ტიპის ურთიერთობები არის ევროკავშირთან ურთიერთობაში, ამიტომ ჩვენი ეკონომიკა ვერ ვითარდება. ისე როგორც უნდა ვითარდებოდეს, ვერ შევედით ევროკავშირის ბაზარზე, თვითონ შემოვიდნენ პირიქით აქეთ ჩვენთან. და ახლა ჩვენთვის ეს ძალიან სერიოზული ალტერნატივაა. ნამდვილად ხო. ეს საინტერესო თემა არის ეს ყველაფერი და ხალხმა როგორ არ იცის, ანუ ერთხელ ეს არის შემოტრიალებული ეს ხალხის და უყურებს მარტო ტრამპი იცის სახეზე და იმიტომ რომ აქედაც არ გვაჩვენებს ხარე. პრემიერ-მინისტრის სახეზე, აი ეს ადამიანები ვინც აძაგებს და უშოთ მაგ ხარეს და არ უნდა სახეზეც არის დარწმუნებული ვარ. ხო და აი 2 წუთით ახლა აზერბაიჯანის სომხეთის თემა შევხოთ, ძალიან საინტერესოა ეს მომენტი. ახლა ესენი მიწვეული იყო ორივე იქ დამკვირვებულ სტატუსით არიან 4 წელი. და ახლა პაკისტანმა სომხეთი და
ინდოეთმა ისე რა ქვია აზერბაიჯანი დაბლოკა. აქ ვისი ხელიურებია, მე მგონი ნაცვლად ხედავთ ხო ყველა, რა თქმა უნდა, რუსეთი და ჩინეთის. ეს კიდე ნიშანი იმისა, რომ ელოდებიან, მოდი ერთად გიზმულად თამაშებთ რა, თუ ჩვენთან გინდა, ჩვენთან იყავით, ვარ ჩადიხარით ამერიკაში და ზანგეზურები და რაღაც ამას არ დაუშვეთ. ჩვენ გახსოვს რო ვიძახთით. აი ამთა რო ჩავიდა, მაშინ გადაცემაში ვიძახთით, რომ არ არსებობს რუსეთმა არ მოიცალოს სიტყვეთის არევისთვის და ზუსტად ეს ხდება. ეს ხო ზღვასწვეთია, სოკარის ბაზები დაუბომეს უკრაინაში. და სომხური ძალიან ბევრი ტრაილერი ხილით უძენ არ ქლიავით რაღაცები არ მახსოვს ამნიშნულობა გაუჩერეს და უკან გააბრუნეს. აქედან აგერ ორგანიზაციას დაბლოკეს. ეს მხოლოდ დასაწყისია პუტინის რო შეხვდა ალიევს ძალიან ცივად მიესალმა ესე დიდი ხანი ნანახი არ ყავდა და შეიძლება რაღაც ფაშინად და შეხვდა ილაპარაკეს. მოკეთ აი ეს ძალიან ასე უხეშად არ უთხეს როგორც შენ თქვი, მაგრამ ძალიან პატივისცემი ღირსეულად თავი ღირსეულად აგზნობინეს, მაგრამ დაბლოკეს ხო მიღება, იმიტომ რომ ამითი აუხსნეს, რომ ეს ორმაგი თამაში, ორმაგი სტანდარტებით თამაში და მესამე არა ამ სამყაროს სამხედროების შემოყვანა, რაც თავისთავად ცხადია დესტაბილიზაციის ფაქტორია, ხო? მე ირანსა და რუსეთს შორის ხა ამერიკული ჩევეკა შეყენება პირდაპირ პროვოკაციაა, ხო? არ არსება, არ დაუშვებენ. ხო, ეს აგზნობინეს და სხვათა შორის უცებ გადააბრინა პლასტინკა ფაშინიანმა და უცებ თქვა რომ ესე იგი ჩვენო არც ასე არ შეთანხმებულად როგორც აზერბაიჯანი და თურქეთი განმარტავსო ვაშინგტონში მიღწეულ შეთანხმებებსო. მე ვფიქრობ რომ ძალიან გამოცდილი ლიდერი ყავს აზერბაიჯანს. ფაშინიანს უკვე ჩანს რომ ფოკუსი გაასწორა. მე ვფიქრობ ესენი გადახედავენ თავის გადადგმულ ნაბიჯს და მიხვდებიან რომ უბრალოდ უპერსპექტივოა ახლა ირანსა და რუსეთს შორის იქვე რუსული ბაზაა და იქიდან ირანის ბაზაა შვაში ჩააყენო და ირანს გადაუკეტო სივრცე რუსეთს და თან შესამყაროსკენ მიმავალი ეკონომიკური სივრცე გადაუკეტო და ახლა ამას არ დაუშვებს უბრალოდ ეს დესტაბილიზაციის ფაქტორია და ეიფორიიდან გამოვლენ მალე და რეალობას თვალს გაუსწორებენ. ეიფორიას არ დავარქვევდი, აზერბაიჯანს ჰქონდა გამარჯვების არის ესეთი გამარჯვება. არა, იქ როში არის, იმან როში არის, გაიცო და იქ რაც ხო იმაში იყო. ეს სხვა გარი, მაგ ეიფორიას ვიძახი, რომ აი ამ ეიფორიას ვიძახი. საბოლოო ბედნიერები ვარ. საბოლოო რომ დაადგა მე ის ვარ, რომ მე ხარში მე საქართველოს პრეზიდენტი. ტრამპ რომ მიადგა, ხო? აი მაგ სამაჩვენებია. მოდი ნენელა დასასრულისკენ წავიდეთ. გადავარჩილეთ. მაგრამ ნუ ეხა ერთი გამონაკლისი გადაცემა შეიძლება ესეთი დრო გადაცემა. არა, ძალიან საინტერესოა და აი გადაცემა იყო და მე ძალიან მოხარული ვარ. უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის. ძალიან საინტერესო. მართლა ისე გაიფრინად რომ ვიждდებოდი ერთი ამდენი ხანი კიდე და ვილაპარაკებდი. უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის. დიდი მადლობა თორნიკე შენ. ჩვენ მაყურებელს მოუწოდებ რომ წარმატებას გისურვებთ. Subscribe-ი გამოგვიწერეთ YouTube-ზეც, TikTok-ზეც, Facebook-ზეც, Instagram-ზეც, ანუ არ დაიშუროთ ეგ, იმიტომ რომ გჭირდება ძალიან, მაგრამ გჭირდება თქვენი დახმარება და რაღაცა ის დაჭერა ცოტა ხალხს ეზარება და მოდი არა, იმიტომ რომ რაღაც შორის კიდე Georgian Times-ი გადავიდა ისეთ მაუწყებლობაზე რომ მთელ საქართველოს ფარავენ უკვე ყველგან სოფლებში და იქაც ყველგან შეიძლება ჩვენი ეროვნული მაუწყებელი გახდა და ყველგან შეიძლება უკვე ჩვენი ნახვა. კი, ასევე Georgian Times-ზე შეგიძლიათ გვიყუროთ დღეს ჯერ არა დადგენილი მაყურებელი და რაღაცა გავიგებთ ამას. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის და კარგად განდევოდეთ მომავალ შეხვედრამდე დროებით. კარგი.